დაბაურეკში საფეხბურთო მინი ტურნირი 2016-2017 წლებში დაბადებულ ჭაბუკებში გაიმართა, რომელიც ოზურგეთის მერცხალის, ცნობილი მწვრთნელის, აზგარდაცვლილი სოსო გაგუას ხსოვნას მიეძღვნა. შეჯიბრში მონაწილეობა აჭარის, გურიისა და იმერეთის 9 გუნდმა მიიღო. შავი ზღვის თასის ტურნირი საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. გუნდებმა მომზადების მაღალი დონე და საფეხბურთო კლასი აჩვენეს. შეჯიბრმა გამოავლინა ოქროს ლიგის გამარჯვებული გუნდი, ქობულეთის ბომბორა, მწვრთნელები უჩა მაღაზონია და გიორგი ზოიძე, ხოლო ვერცხლის ლიგის გამარჯვებული კი პორტუს ბათუმი გახდა, მწვრთნელი ზური კეკელიძე. ტურნირის საუკეთესო მეკარედ ხელვაჩაურელი დათა საფარაძე, საუკეთესო მცველად ქობულეთელი გეგა გოგიდიძე, საუკეთესო ნახევარმცველად სამტრედელი ოთიკო ხურცილავა, საუკეთესო თავდასხმელად ხელვაჩაურელი ანდრია სურმანიძე, ტურნირის ბომბარდირად სამტრედიელი ლაზარე კიკაჩეიშვილი, საუკეთესო ფეხბურთელად კი ქობულეთელი გიორგი კეკეიშვილი დასახელდა. რაც შეეხება ვერცხლის ლიგის ფეხბურთელებს, აქ საუკეთესო მეკარედ ურეკელი ლუკა თურმანიძე, ხოლო საუკეთესო მცველად ასევე ურეკელი ლუკა მანია გამოვლინდნენ. ტურნირში გამარჯვებულ გუნდს შეჯიბრის გარდამავალი თასი სოსო გაგუას შვილმა, ლაშა გაგუამ გადასცა. ცოვნის ტურნირის ორგანიზატორი, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, დაბა ურეკის გუნდ ფინტის ხელმძღვანელი მირიან გაგუა გახლდათ. დაბა ურეკში ჩატარდა ტურნირი სოსო გაგუას სახელობის, სოსო გაგუა ოზურგეთის მერცხალისთვის და გურიის რეგიონისთვის და არამედ გურიის რეგიონისთვის, საქართველოსთვის ძალიან ანგარიშგასაწევი ფიგურა იყო და მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს ამის შესახებ და ეს ტურნირი ამას ემსახურებოდა ყველაფერს. რაც შეეხება უშუალოდ ტურნირს, ღებულობდა 9 გუნდი მონაწილეობას, იყო გურიის, აჭარის და იმერეთის გუნდები. გაიმართა როგორც ოქროს ლიგა, ასე ვერცხლის ლიგის თამაშები, სულ 24 თამაში ჩატარდა და ტურნირს ყავს გამარჯვებული გუნდები, ყავს აბსოლუტურად ყველა ბავშვი დაჯილდოდა შესაბამისი მედლებით, სიგელებით და თასებით და ტურნირის გამარჯვებული სოსოს თასი გადაეცა ქობულეთის ბომბორას. ძალიან მაგარი ტურნირი იყო და ულოცავ ჩემპიონატს გამარჯვე. შეეხება ტურნირის ძალიან კარგი ორგანიზება იყო პირველ რიგში, მინდა მადლობა უთხრა ორგანიზატორებს. მინდა უთხრა ყველა მონაწილე გუნდს, მწვრთნელებს, ბავშვებს, ვინც მონაწილეობა მიიღო, ყველა განურჩევლად, ყველა ძლიერი გუნდი იყო და ფინალში გავედით ჩვენ ბომბორას აკადემია. ბომბორას აკადემიაზე დაარსებულია 2018 წლიდან, 7 წელია რაც ფუნქციონირებთ და გავხდით ჩემპიონები, რა თქმა უნდა, ულოცავ ბომბორას აკადემიას. ძალიან გახარებული ვარ ბომბორას აკადემიით. თავისი მწვრთნელები, ძალიან კარგი მწვრთნელები გვყავს, ძალიან კარგი მოთამაშეები გვყავს. ყველა გვერდში გვიდგანა და ამ სიხარულს ეიმობ. ძალიან კარგი ფესტივალი იყო. დღეს დაახლოებით 100-ით ბავშვი იყო უბედნიერესი და ესეთი ტურნირები და ესეთი ფესტივალები ამ ბავშვებს ზრდის და გვეხმარება ჩვენც, რომ ბავშვები გავზარდოთ როგორც ჩვენი კლუბისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის, ნაკრებისთვის. ძალიან მიხარია და მოხარული ვარ, რომ ამ ტურნირის ფესტივალში მონაწილეობა მივიღე. პორტუს ბათუმის გუნდმა საკმაოდ კარგი შედეგი დადო. მინდა ასევე ყველა ფეხბურთელს კიდევ ერთხელ წარმატებები ვუსურვო და ურეკში წარსულდა წინვალე ღონისძიება ბატონი სოსო გაგუას სახელობის, მის ხსოვნასთან დაკავშირებით. მიიღო რამოდენიმე გუნდმა მონაწილეობა, ფინალი იყო ძალიან ღირსეული, ბრძოლით გამოირჩეოდა ბრძოლით, ბავშვებს შორის მეგობრობით და დიდი სიყვარულით. ორგანიზატორი მირიან გაგუა იყო ამ ღონისძიების, რომელმაც ღირსეულად გაართვა თავი და წარმატებული ღონისძიება შედგა ფესტივალი ზეიმი ურეკში, მომავალი თაობის ჯანსაღი ცხოვრების აწინდარია ეს ყველა ესეთი ღონისძიება.